მოგესალმებით, ვიწყებთ ჩვენი პოდკასტის მეორე ეპიზოდს, უკვე პირველს განხილვისთვის. ხო, ფაქტობრივად პირველს, იმიტომ რომ პირველი ფილმი იქნება სწორედ დღევანდელ პოდკასტში, დღევანდელ ეპიზოდში. როგორც წინაზე გითხარით, ვიწყებთ ნათებით და დღეს შევეცდებით, რომ მაქსიმალურად ყველა დეტალი განვიხილოთ. ყველა ასე ვთქვათ დეტალი ავხსნათ, ვისაუბროთ ნათებაზე, მაქსიმალურად ამოვწუროთ სასაუბრო თემა. ხო და აქვე გავფრთხილებთ, რომ ვისაც ნანახი აქვს ნათება, ეს ვიდეო დააპაუზეთ, უყურეთ და არა ეხლა დააპაუზეთ და უყურეთ. დააპაუზეთ ეს ვიდეო, უყურეთ ნათებას და მე გავწევთ არის 2 საათიანი კაცო. რატო ეხლა ჩვენ არ გაზარლებთ, რომ აი გინდა თუ არა უყურეთ. ხო, ანუ სპოილერები იქნება. უბრალოდ იქნება ისეთი საკითხები, რომლებიც ხო, მე ვეღარ უყურებთ რა. სპოილერად განვიხილოთ და ისეთი ეფექტი აღარ ექნება მე ნახვას, როგორც თავპირველად ამ ვიდეომდე ნახვას. ხო, თან მithumedes უფრო კარგი არის, როდესაც ფილმს უყურებ და რაღაც დეტალები რაც ვერ იგებ და მე უყურებ ახსნას და მე ხო, რა ჩვენც მასი უყურეთ მაგალითად. ჩვენც ეგრე უყურეთ კი არა, რავი, რაც ჩვენ ის ვიკითხეთ, რა ქვია, ხო, რა ვიცი. ახსნები და ისინი ყველა ენაზე ახი არსებობს. ყველა ფილმზე თუ ესე მოგვიწია შეთქო. როგორ გავაჩეროთ ეს პოდკასტი. არ ვიცი, მოკლედ. აი, მოკლედ, ჯერ რა თქმა უნდა დავიწყოთ ზოგადი მიმოხილვით. The Shining ნათება, სტენლი კუბრიკის ფილმი, რომელიც 1980 წელს. ხო, 80 წელს არის გამოსული. ფილმის გადაღება მიმდინარეობდა, რავი, ერთი თვორცები 2 წელი და ძირითადი ნაწილი ფილმის გადაღებული არის ამერიკის შტატ ორეგონში, იმიტომ რომ თვითონ ეს სასტუმრო ნუ დღეს რადიკალურად განსხვავებული არის ამ სასტუმროს ვიზუალიც და ინტერიერიც, მაგრამ ორეგონში მდებარეობს ერთ-ერთ მთაზე, ხო, მთაზე. და ნუ ფილმში ამ სასტუმროს ქვია Overlook Hotel. და ფილმის შინაარსი რომ ხო, იმას აუქნათ ახლა ერთი უბრალოდ ფილმი ძირითადად არის, ნუ იწყება თავიდან, ერთ შეხედვით უწყინარი ოჯახით, თავიდან არაფერი განსაკუთრებული, ცოლი ქმარიშვილი მიდიან სასტუმროში, რომ ეს მეუღლის ქმარი არის მწერალი და სჭირდება სიწყნარე სიმშვიდე რომ დაწეროს თავის წიგნი რაღაცა და ნუ მოგვიანებით ცნობილი ხდება, რომ ეს ჯეკი ანუ ეს ქმარი არის მოძალადე. კონკრეტულ ციკლში ერთვება, ამ ციკლს ავხსნით ჩვენ რა თქმა უნდა. და ჯეკი არის მოძალადე, ჩვეულებრივი. ხო, ტიპური ამერიკელი მოძალადე. და ამას თავადვე ამერიკელები აღნიშნავენ და მათ ძალიან ბევრ ფილმში არის ეს გამოხატული, რომ ისინი საკუთარ თავს აღიარებენ მოძალადეებად. აი თუნდაც ავატარი რო ავიღოთ, ხო, აი ოღონდ ფილმზე მაქვს საუბარი. ხო ვითომ რაღაცა ლურჯი კაცები და სასიყვარულო და მე ბრძოლები, მაგრამ აი პირველი ნაწილი რო აიყო ავატარის, ეხლა არ მინდა გადავუხვიო. რო ჩადიან იმ პლანეტაზე, ხო, აი ტიპური ეს ოკუპანტი ქვეყანა რა, ასე ვთქვათ. როგორც დაპატრონებარი კოლონიები, აი ჩავიდა იმ პლანეტაზე, მშვენიერი ბუნება რაღაცა გაანადგურეს, დახოცეს იქ წარმომადგენლები და ხო. ავატარი იქით იყოს, ეხლა დაუბრუნდეთ ისე ნათებას. ხო, ნუ ფილმის შინაარსი აი მწერალი ჯეკ ტორენსი ჩადის თავის ცოლ-შვილთან ერთად ამ Overlook ჰოტელში, სასტუმროში და ითხოვს დირექტორისგან, რომ 3 თვე მომეციო ვადაო, რომ ვიყო მარტო ოჯახთან ერთად სიწყნარეშიო და დავასრულო ჩემი წიგნიო. ხო, შინაარსი ერთ შეხედვით არის ძალიან მარტივი და ვითომ არაფერი განსაკუთრებული არ, როცა ფილმს უყურებ და ეხლა როცა აუდიოს უყურებ, უყურებ ყველაფერი სხვანაირად წარმოგიდგებათ. ბისკო აკაკუნებს კარზე ჩემი ძაღლი და მაგიტო როგორც მოვიწოთ არა თქმა უნდა ერთხელ არა უშავს. ხო, ბისკოს გვეყოლება ერთ ფილმის განხილვაზე აუცილებლად. ხო. ხო, გადავიდეთ ახლა მუსიკას. ფილმი ეხლა აუცილებლად აღსანიშნავი არის ის ფაქტი, რომ ფილმი იწყება ბერლიოზის ფანტასტიკური სიმფონიით. ესე ქვია სიმფონიას. ამოიღო კაფეთი. მოდი ერთი მაკვლად ვაჩვენოთ როგორ გამოიყურება ბისკო არ გინდა. აი ხომ გამაღებული ყავს მოიცავ. ხო, ბერლიოზი იყო ასეთი
კლასიკური კომპოზიტორი, რომელმაც დაწერა ეს ფანტასტიკური სიმფონია და ამ სიმფონიის ერთი ნაწილი, რომელსაც ქვია DS რექვია ამ ნაწილს, რომელიც გამოიყენა კუბრიკმა. ფილმის დასაწყისშივე ამით იწყება და DS რე, ასე ვთქვათ, აღნიშნავს ლათინურიდან რომ გადამოვთარგმნოთ თუ არ ვწდები განკითხვის დღეს. ხო. ხო, რაღაც ნეგატიური დატვირთვა აქვს აშკარად და თავიდანვე ზოგადად ხო ეს კლასიკური მუსიკები კიდევ უყვარს, იმიტომ რომ მარტო ნახევარში არ იყენებს. ხო, ახსენებ ბარემ რომ ნათებაში გამოყენებული აქვს ბერლიოზი 2001 კოსმიურ ოდისეაში შოსტაკოვიჩის ცნობილი ვალსი რო არის და რა ეგვალსია გამოყენებული. არა, ბოდიში, კაცო, 2001 კოსმიური ოდისეაში ის ფართოდ დახუჭული თვალები აქვს. ხო, ფართოდ დახუჭულ თვალებში აქვს შოსტაკოვიჩის ის ნაწარმოები და 2001-ში გამოყენებული აქვს შტრაუსის ასე იტყოდა ზარათუსტრა, რომელიც სხვათა შორის ჩვენი ინტრო არის, ცნობილი ნაწარმოები არის, რასადროდისის ინტროს ხო. და კიდევ 2001-ში თუ არ ვცდები გამოყენებული აქვს შტრაუსის Blue Danube Waltz, ესე ქვია. Blue Danube Waltz. მოკლედ ძალიან ჩაუღმართ ამ მუსიკალურ თემას. ხო. მოკლედ ეს იყო პატარა ექსკურსია კუბრიკის სიყვარულზე კლასიკური მუსიკისადმი და მართლა ძალიან უყვარდა კუბრიკს. თითქმის ყველა ფილმში აქვს გამოყენებული ცნობილი ნაწარმოებები და ეს ნამდვილად დასაფასებელი არის, როდესაც რეჟისორი იყენებს კლასიკურ მუსიკას. დასაწყისს რაც შეეხება, ხა ყველა ვიცით ის სცენა, ვისაც ნანახი გაქვთ ეს ფილმი, კუნძულის სცენა. კუნძული არის გარშემორტყმული ტბით, წყლით და მთებით. და ერთ-ერთ განხილვაში სხვათა შორის ეწერა რომ ეს კუნძული არის თვითონ დენი. ანუ ასოციაციას აჩენს ასე ვთქვათ დენისთან, იმიტომ რომ როგორც ეს კუნძული არის გარშემორტყმული წყლით და მთებით, ანუ ალყაშია ფაქტობრივად, ასევე არის დენი ამ სასტუმროს ალყაში. და რა თქმა უნდა, ამას ნეგატიური დატვირთვა აქვს. დენი ხა ნახე აქვს შეიძლება არის ის დენი ტორენსია საუბარი ამ შემთხვევაში. დენი ტორენსი არის ჯეკ ტორენსის შვილი და ვენდი ტორენსი არის პრინციპში. ვენდიც ტორენსია ხო კრისტორზეა გადასული. ხო. მოკლედ თავიდანვე ეს კუნძული ეს გარშემორტყმული რაღაც ამ დეტალებით რაღაც არის თავიდანვე გვაჩვენებს რომ რაღაც ნეგატიური აღები შემოაქვს. ხო, ნუ ეხლა გვაჩვენებს ხმამაღალი ნათქვამია, უბრალოდ მერე იაზრებ ამას, რომ აი ეს კუნძული, ანუ მერე შეიძლება დააკავშირო, რომ აი ეს კუნძულიც გარშემორტყმულია მთებით. ეხლა რატომ მაინც და მაინც მთებით, იმიტომ რომ ეხლა ეს მთების ხო რაღაცა ისტორიას ინახავენ, რაღაცა დიდი ისა, რაღაც შესაბამისად დიდი ისტორიები აქვს და ეს ჩამოიღო კადი ბიჭი. ხوارე მოიყვანა. შემოარღოს მე შემოთხრი. შოუშენკი ჩატარდება ეხლა. ხო და ესე რა ქვია. ანთებს ხო აქვს თავისი ისტორია. ხო. ხო და ეს მთები ასოცირებულია ამ სასტუმროსთან, იმიტომ რომ ამ სასტუმროსაც აქვს თავისი ისტორია და ეს ისტორია ყველამ კარგად ვიცით. სისხლიანი ისტორია და რავი, მე ინდიელებზე და იმაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. მოკლედ ახლა რაც შეეხება სასტუმროს, ხო, ვახსენებ სასტუმროს ქვია Overlook-ი უკვე და ნუ მიზეზი რატომ ჩადეს ეგეც ვახსენებ, მაგრამ მაინც ხავშავთ უფრო. რომ დაწეროს თავისი ჯეკი არის მწერალი, ესე ვთქვათ. ის პროფესია არის ეს და ნუ თავიდანვე თუ შევხედავთ ეხლა რას დეტალებს, სასტუმროს დეტალებს არის ძალიან აი აბსტრაქტული, დამღლელი, არაფრის მსმელი და აი რაღაცნაირი სასტუმრო. არ მინდა სასტუმრო არის რა პირდაპირ ვთქვათ. აი რაღაცნაირი სასტუმრო არის ხა არც ჩვეულებრივი სასტუმროა, არც რაღაცა ჰაი კლასისისაა. აი თუ დააკვირდებით რაღაცნაირი აბსტრაქტული და აი არაფრის მთქმელი ვიზუალი აქვს, არაფრის მთქმელი ინტერიერიც აქვს აი ამ სასტუმროს. თუნდაც იქ დარბაზში მე შემდეგი სცენა იქ ცნობილი არის. ის დარბაზიც რაღაცნაირია, სცენა იმას არ აქვს, როიალი პირდაპირ ხალხის დონეზევე დგას. ამ საუნების დონეზე და პარტერის დონეზე და იქ მე დირექტორის კაბინეტში ფანჯარა არის გაკეთებული, რომელსაც ხე ეფარება, ანუ აი რა შუაშია ის ფანჯარა, მაშინ თუ ხე ეფარება, რა ვიცი,
ხო, მოკლედ ეს სასტუმროს აბსტრაქტული ვიზუალიც მიუთითებს, რომ რაღაცა ვერ არის. რაღაცა ვერ არის რიგზე, ხო, რაღაცა რა. პირველი უცნაურობა ეხა ჯეკს უჩნდება დეჟავი. ხო, დეჟავი უჩნდება. თითქოს უკვე იყო ამ სასტუმროში და ამას ხედავთ კიდევაც, როდესაც ტელეფონზე ლაპარაკისას ახსენებ, რომ თითქოს აქ ნამყოფი ვარო უკვე და ხო, აი, როდესაც დაელაპარაკება იმ დირექტორს, მე ხო გამოვლენ უკვე რომ შეთანხმდეს იქ სატელეფონო საუბრით სოუშილთან, რომ აბა დავრჩეთ და რაღაცა რომ ურეკავს ამ თავის ძოლს ვენდის. ეუბნება თან იქ დააყოლებს, რომ რაღაცა უცნაური შეგრძნება მაქვს უკასო, რაღაც დეჟავი ვიგრძენი რაღაცა თითქოს ნამყოფი ვარო აქო და ესეც ერთ-ერთი პირველი კვეთრი დეტალი არის ამ ფილმში და ნამდვილად ყურადღება მისაქცევი არის და ასევე უნდა ვახსენოთ თვითონ ის სცენა დირექტორს რო ელაპარაკება რა, საუბარი დირექტორთან. ნუ ეს დირექტორი ეუბნება რომ კი რაზეა საუბარიო, სამითვე დაქტოვებთო, ოღონდ მეთვალყურეც უნდა იყოთო რა, ანუ caretaker, ასე რომ ვთქვათ, მეთვალყურე უნდა დარაჯი. არა მარტო დარაჯი, მეთვალყურე უნდა იყოთო სასტუმროსიო და პარალელურად გაახსენებს ერთი კაცის ისტორიას, რომ რამდენიმე წლის წინო ერთი კაციო, ჩარლზ გრეიდიო, იყო მეთვალყურეო, რომელიც გაგიჟდაო ამ სასტუმროში ყოფნითო, რომ სულ ერთი და იმავეზე ფიქრობდაო. გაგიჟდაო და თავისი ოჯახი ამოხოცაო. და ხა იმედია თქვენც იგივე არ დაგემართებათო და არა რას საბოთხურობით უთხრა, მაგრამ ხო, არა რას ლაპარაკობთ, არ დაგემართება. მე და ეგეთი რაღაცაო, ეხლა რა მომახოცინებს ოჯახსა. მე კი ვნახავთ რაც მოხდება. ხო. ხო, ნუ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კუბრიკი ძალიან ხშირად იყენებს ამერიკის დროშებს ამ ფილმში. ეს ამერიკის დროშა არის იმ მომენტშიც, როდესაც დირექტორი ათვალიერებინებს ოჯახს სასტუმროს, არის თვითონ ამ დირექტორთან საუბრის დროს კაბინეტში, პოლიციის განყოფილებაში და ასე შემდეგ და. მოდი ახლა ის ისტორია მოყევი დათვალიერების დროს ინდიელების ხო, ინდიელთან ასოციაცია. იარაღები რო აღმოაჩინეს ინდიელების. მოკლედ, როგორც ვიცი ცნობილია ახლა ისტორიულად, ამერიკამ კოლონიზაციის დროს, ამერიკამ რა ინგლისმა კოლონიზაციის დროს ამოხოცა მოკლედ ინდიელები, რომლებიც არ იყვნენ განვითარებულები ძალიან შედარებით, ეს თქო სამხედრო კუთხით. იმ კოლონიზატორებმა ამოხოცეს და მოკლედ ეს აჩვენებს ესე ვთქვათ, რომ როგორი სასტიკი ხალხი არიან ამერიკელები საერთოდ რა. ხო, ინდიელების გენოციდი ახლა ყველასთვის ცნობილი თემა. დღემდე რაღაც კისერზე აწევთ ეს ხო, დღემდე მოუნანიებელ ცოდვა და აქვს ასე ვთქვათ შემორჩენილი ეს ინდიელების გენოციდი, იმიტომ რომ აი კორტესით დაწყებული, პისაროთი დამთავრებული რეებს არ უკეთებდნენ ხალხს იმისთვის, რომ რაღაცა ცივილიზაცია დაენერგათ, მაგრამ ამერიკაზე უფრო დიდი ცივილიზაცია ჰქონდათ იმ ადგილობრივ ტომებს. აცტეკები იქნებოდნენ, ინკები თუ რა ვიცი. ხო, 1000 ტომი იყო თან. და რას არ უშვებოდნენ, წყალს უწამლავდნენ. იმის გამო რომ ხო, განვითარებული ცოცხლად ატყავებდნენ და რა ვიცი, წვავდნენ ცოცხლად და მოკლედ ესეც მიანიშნებს სხვათა შორის ამერიკელების ძალადობრივ ხასიათზე, ასე ვთქვათ. ნუ ეხა ყველა დიდი იმპერია მოძალადე არის, ასე ვთქვათ. მაგრამ ამ ფილმში, რა თქმა უნდა, ამერიკა არის მთავარ როლში. და ნუ ნათელი არის, რომ ეს ინდიელების დამარხული ისინი რო აღმოაჩინეს ამ ტერიტორიაზე, აი რატომ მაინც და მაინც ამ ტერიტორიაზე? ესე იგი რაღაც კავშირშია, ხო, იმ ყველა დაიქნებოდა, რა თქმა უნდა. სასტუმროსთან და ესეც უკვე რაღაც თუ ჩაურმავდებით ფილმის ყურების დროს, რაღაც ბორტი ძალა არის ალბათ. დაუკავშირებთ, რა თქმა უნდა. აღსანიშნავია ის მომენტი, როდესაც ჯეკი არის ჩასული მარტო იქ სასტუმროში, ჯერ სანახავად, მაინც ეხლა მამა მიდის ხოლმე ჯერ და მერე ოჯახს. და ვენდი და ეს ბავშვი, რა ქვია ამ ბავშვს? დენი, ხო? სახლში არიან რაღაც სხვა შტატში მგონი. ხო და ერთ-ერთ სცენაში ვენდი კითხულობს ასეთ ნაწარმოებს, ჯერომ სელინჯერის თამაში ჭვავის ყანაში, ან მეორენაირად კლდის პირზე ჭვავის ყანაში. და რატო კითხულობს მაინც და მაინც ამ წიგნს? ეხლა პროსტა ისე აქაც კავშირი არის, ასოციაცია არის ფილმში. ვისაც წაკითხული გაქვთ ეს წიგნი, მისი მთავარი პერსონაჟი ჰოლდენ კოლფილდი, აი ჩათვალეთ, რომ არის აი
იცავს ბავშვებს აი ეს ზრდასრულთა სამყაროს ძალადობისგან და აი სიყალბისგან, אז ნათებაში არის დენის მთავარი პრობლემა, ხო? რომ ზრდასრული სამყარო ძალადობს. ზრდასრულ სამყაროში ჯეკი მოიაზრება, რა თქმა უნდა. ხო და ორივე ტექსტის გმირები იზოლაციაში არიან, აი ჰოლდენი სოციალურად და ფსიქოლოგიურად და ემოციურად, ხოლო ჯეკ ტორენსი ფიზიკურადაა ჩაკეტილი და ფსიქოლოგიურადაც. ხო. რომ მე ვაფშე გიждდება. ჭკუიდან იშლება. ჯეკი მარტო ყოფნით, მუდმივად ერთი და იგივეზე ფიქრით და იქ ალკოჰოლიკი რო არის, ეგეც ნათლად გამოჩნდება და ახლა ვილაპარაკოთ, ალბათ ნაცნობი დეტალია ეს, როდესაც საერთოდ ეს ჩვევიათ არა მარტო ნათებაში, არამედ კუბრიკის ფილმებში მეოთხე კედლის დამტვრევა. მეოთხე კედლის დამტვრევა, როდესაც აი კამერასთან გამოაყარებენ ხოლმე თვალებს პერსონაჟები და ამით თითქოს ხო აი მეოთხე კედლის დანგრევას ეძახიან კინემატოგრაფები, აი კამერა რო აქ არის და მე აქეთ ვილაპარაკობ და უცებ რომ შემოიხედები და კამერას რო ვესაუბრებ. შეიძლება აშკარად არ შემოიხედო, მაგრამ მაინც თვალები ისე გააჩეო, რომ ვითომ აი მართლა გვიყურებს ჩვენ აქ ხედავს რა, ისეთი ზეგნება არის, რომ ჯეკ ნიკოლსონი სხვადასხვა პერიოდულად აი თუ ესე არის კამერა, აი ესე შეხედავს ხოლმე რა, უეცრად. და ესეც კუბრიკის დანერგილი ხო კუბრიკის დანერგილი არა, მაქამდე ჰიჩკოკს ქონდა საიქოში და კუბრიკის თერ ცნობილი ის არის მის ყველა ფილმში თითქმის ნათებაში ნუ ის ცნობილი ნიკოლსონის ესეთი გამოხედვა. ხო. თან ესე ქვემოდან ზემოთ რა, იქ ფართოდ დახუჭულ თვალებშიც ეს ქალი ნიკოლ კიდმანი ხო და ასე ვთქვათ ამ მეოთხე კედლის დანგრევით რავი, ალბათ მძაფრდება ის სიუჟეტი თუ რავი, ხო რაღაც თითქოს მძაფრობს მაყურებელს. დენი ტორენს სხვათა შორის ყავს წარმოსახვითი მეგობარი ამ ფილმში. ამ წარმოსახვით მეგობარს ელაპარაკება ესე რა. ხო, თითით. ხო, თითით და თვითონვე ქმნის იმ ტექსტს. ანუ ჯანმრთელი ბავშვია ძალიან. ხო, ძალიან ჯანმრთელი ბავშვია, კი. ხო და იმ წარმოსახვითი მეგობრის დიალოგსაც თვითონვე აწარმოებს და რაღაცა ხოლმე აშკარად ხვდებით რომ ჩაკეტილი ბავშვია, რაღაცა ინტროვერტი, დებილი და რა ვიცი. ხო და ამ ფილმში სისხლიანი სცენები არის ძალიან ხშირი. ხო, ეს არის რა თქმა უნდა წარსულის, აი ამ ფილმის წარსულის, ესე ვთქვათ, რა მოხდა ადრე, მაგის გადმონაშთი კადრები თითქოს და რაღაც კავშირი, რა თქმა უნდა, არის ამ სისხლთან. ოღონდ ეს სისხლი არის ლიფტთან დაკავშირებული. ანუ ლიფტიდან ჩამოედინება სისხლი, აი ულევი n რაოდენობით. და რა ვიცი, ამას ესე კონკრეტული ახსნა არ აქვს, მაგრამ ეხლა ლოგიკურად ეხლა მივხვდებით, რომ რაღაცა ზალადობასთან და მეტის მიღების იმასთანაა დაკავშირებული რა. და ეს სისხლიანი სცენები მართლა ახლა ვილაპარაკოთ ეხლა შეიძლება ზოგიერთს აკრული აქვს ეს წიგნი, ნათება წიგნის არევიციც და განსხვავდება იმითი წიგნი და ფილმი, რომ ნუ წიგნში თავდება სხვანაირად სიუჟეტი, ფილმში სხვანაირად. ხო, მაგრამ დასასრულზეც ხო და ესე იგი ფილმის ბოლოს, როგორც ვიცით, ჯეკ ტორენსის თავი პერსონაჟი იყინება. ხო, ანუ ხო, არ კვდება. ეს არ არის დამტკიცებული, კვდება. ხო და არა, დამტკიცებაზე არა. ეს შენი თვე უნდა მიხვდე, რომ რახან გაიყინა, ანუ ფილმში არა ნაჩვენები რომ მოკვდა. გაიყინა ტიპი. ეხლა სადმე ვარ ამით, ეხლა წიგნში კვდება ხო საერთოდ? არა, წიგნში კვდება და სასტუმროს ცეცხლს უკიდებს მერე ცოლი. და მან თავდება ყველაფერი. ხო და კუბრიკს არ მოეწონა ეს, რომ ცეცხლს უკიდებს, იმიტომ რომ პრობლემა სრულდებაო, ძალადობა სრულდებაო ამითიო. და ძალადობა დაუსრულებელიაო, ამას ამტკიცებდა კუბრიკიო და კუბრიკი და მოდი გავყინოთო ეს ჯეკ ტორენსიო, ანუ დროებით შევაჩეროთო რა, იმიტომ რომ გაყინვა ხო დროებითი. ხო, ახლა სამე მიდივარ ამითი რომ ფილმში ხედავთ გაყინულ პროდუქტს და საყინულის, ხო? და ეს გაყინული პროდუქტები და საყინულე შეიძლება კი არა, ალბათ კავშირშიც არის ამ ბოლო გაყინვის სცენასთან. ხო? არ ვიცი, რომ ჩანს ხშირად ეს ყველაფერი, ხო, ხა რავი. ახლა შეიძლება ყოფილიყო რაღაც კონსერვი ან ბევრი მაცივარი რაღაცა იქ მაგრამ რატომ მაინც და მაინც გაყინული ოთახი, ანუ საყინულე ასე ვთქვათ, ოთახად ქცეული, რომელშიც მერე გამოიკეტება ჯეკი. და ამასაც ერთგვარი კავშირი აქვს რა, რატომ მაინც და მაინც საყინულეში გამოკეთებს.
სხვა ოთახი ვერ იპოვა იმ ქალმა. ხო და რაღაც კავშირი აქვს ამასაც და მე რა უჩხუბულკას ვაქცინს. ემოციურად იმოშვებდი. ხო, ახლა ვისაუბროთ კიდევ ერთ პერსონაჟზე, დიკ ჰალორანზე. დიკ ჰალორანი სასტუმროს შავკანიანი მზარეული, ასე ვთქვათ. რომელიც აი თითქოს მეორე ხარისხოვანი პერსონაჟი არის, მაგრამ ფილმის სახელით თუ იმშელებთ, ფილმის სახელით ის წესით მთავარი პერსონაჟია. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, იმიტომ რომ ნათება არის ის ზებუნებრივი უნარი, რომელიც ამ ფილმში აქვს მხოლოდ ორ ადამიანს. დენი ტორენს და დიკ ჰალორანს. და რა არის ხა ეს ნათება? როგორც უკვე ვთქვი, ზებუნებრივი კავშირი და ასე ვთქვათ, აი როგორ გითხრა, გრძნობელობა არის ბოროტების მიმართ. ხო, საფრთხილო. იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით, ეს კავშირი აი წარმოიქმნება მხოლოდ მაშინ, როდესაც რამე ძალადობის ფაქტი არის სახეზე. აი რაღაცას რო გააკეთებს ის ჯეკი ან რო გაბრაზდება და რაღაცას რო დალეწავს, ესენი ამათ ეწყებათ ეს კავშირი, ნათება და ესე შტერდებიან. ან ტელეპათიური ის აქვთ რა და პირველი კავშირი არის სწორედ ამ დათვალიერების დროს, როდესაც ოჯახს ათვალიერებინებს ეს ჰალორანი ამ საყინულეს სხვათა შორის ეს დენი ესე უყურებს ამ იმას რა, ჰალორანს და ეს დიკიც გამოხედავს ესე და მე მიაშტერდება ამბავს და პირველი კავშირი რა ვიცი. ხო. მგონი ეს მეგობრები არიან ფაქტობრივად ეს ორი. ხო, ნუ ეს დიკ ჰალორანი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც დენის დამცველი. იმიტომ რომ ანუ ალეგორიულად რო იმას ვქნათ, აფრთხილებს ასე ვთქვათ და ეუბნება რომ მარტო არ ხარო რა და ასე ვთქვათ რაღაც ფორმას აძლევს ამ დენის ემოციებს და შინაგან ნებათა ღელვებს რა ვიცი. აბა ახლა ვისაუბროთ სამსართულზე. ეს სამსართული ისეთია რა, შემთხვევით რომ აღმოაჩინოს რაღაცა. ხო, აი ძალიან ისეთი ასახსნელი არის ეს. ხო, დიდი მაგრამ მე ჩვენ პირადად ეხა რა გგონია ეს სამი სართული. რა თქმა უნდა ეს ჯელობით ეხა 100% არაფერი რა თქმა უნდა სხვა სტატიების თუ იმების დახმარებითაც ასეთი აზრი შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ. ეხა გაგიჩნდებათ კითხვა რა სამი სართული იყოს. ხო. ნუ დენი კატაობს სამ ბორბლიან ველოსიპედზე. ფილმში კატაობის სცენა სამჯერ არის ნაჩვენები და სამ სართულზე. და სამ სართულზე. ეხლა პირველი სართული სადაც არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და როდესაც კატაობს ამ პირველ სართულზე ამ გორვის ხმაც ყველაზე ხმამაღლა ისმის და შეგვიძლია აი გადატანითი მნიშვნელობით ვიმსჯელოთ რომ ეს არის რაღაცა ნათელი გონება ასე ვთქვათ რომ სადაც არაფერი არ ხდება ყველაფერი წესრიგშია უსაფრთხო არის მეორე სცენა მოგვიანებით უკვე არის მეორე სართულზე სადაც ხალიჩებზე და პლუს ხალიჩებთან ერთად პრიალა იატაკზე გორავს და ეხლა ხალიჩიდან პრიალა იატაკზე გორვის ხმა რა თქმა უნდა იცვლება ხო და ასე ვთქვათ მეორე სართულზე უკვე არის ოთახი 227 ხდება პირველად ხდება თუ რა პირველი ასე ვთქვათ დეტალი ამ სამსართულზე კატაობის იმიტომ რომ დენის უკვე ებინდება გონება ეპარება შიში და რატო ეპარება შიში? იმიტომ რომ დიკ ჰალორანმა გააფრთხილა დენი, რომ იქ ერთი 227 ოთახი არისო, სადაც ცოტა ცუდი ამბები დატრიალდაო და იმ ოთახში არ დაგინახო შესულიო. ეს წიგნშიც არის სხვათა შორის ნახსენები და ეხლა ბავშვი რა ის ბავშვი არის თუ რაღაცა არ გააფუჭა და თუ ის მაინც არ შევიდა. ხო, თუ მაინც არ შევიდა რა და პირველი შიში და გონების დაბინდვა მეორე სართულზე იწყება, როდესაც გააჩერებს ამ ველოსიპედს 227 ოთახთან და შეაღებს კარს, შეაღებს თუ ჩაკეტილი დახდება. ნუ თავარია და ასე ვთქვათ, მის გონებაში რაღაც პირველი ხარვეზი თუ პირველი შიში ამ დროს შეიპარება და მესამე სართულზე ხდება ამბები. მესამე სართულზე უკვე გონების დაბინდვა კი არა,
ეს არის შიშის ბოლო ფაზა. და ჩანს მე მგონი პირველად ჩანს. გონი ნათების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომენტი ის ორი ტყუპიდები როცა ხო რო კატაობს მოსახოვში შემოვა ეს დენი და გაჩერდება უცებ და ის ორი ტყუპი იქ დერეფნის ბოლოში დგას და come play with us და მე უცებ ხედავს წარსულს ამ ბავშვების წარსულს. რომ ყურები არიან. ხო. ეს ის ტყუპები არიან რომლებიც ჩარლზ გრეიდი მაგაზე ვისაუბროთ ვინ არის ჯერ არ თქვა. ჩარლზ გრეიდი ხო თქვი კაცო ოჯახი მოხოცა მაგაზე უკვე. ხო რო ამოხოცა მე. კი ბატონო, კაი, მაშინ იმის შვილები არიან ესენი. და ეხა მესამე სართული შესაძლოა დელბერტენი მერეა. ხო და ეს ჩარლზ გრეიდის შვილები არიან და აღნიშნავენ ამ ბოლო სართულის, მესამე სართულის ყველაზე მეტ სიმძაფრეს, ასე ვთქვათ და აი შეგვიძლია რომ ასე გავიგოთ ეს სამი სართული. თუმცა, რა ვიცი, დიდი ყურადღება რო არ მიაქციოთ, არც არტი. ხო, არაფერი არ დაშოვდება ამით, უბრალოდ დეტალია რა, სარევ ამბობთ ჩვენ. შემდეგი, რა ვიცი, ხა დენის მაისურზე ვისაუბროთ. აპოლო 11. აუ. ეხა არ მოვიშოროთ. ეხა ცოტა ეს ისეთი თემა არის, რომ ზოგი შეიძლება აგვიშარდეს რა დებილობებს ლაპარაკობთ, მაგრამ ეს დებილობები დამტკიცებული არის და ძალიან ბევრი ფაქტიც არსებობს. ხო, თუ იმის დასამტკიცებლად რომ ეს დებილობა კი არა, სიმართლეა, თუ არიცით რას ვლაპარაკობთ, ჩაწერეთ უბრალოდ დენის მაისური აპოლო 11. და დაინახავთ როგორ ახატია რაკეტა და ბატარეა აპოლო 11. სცენაში ახატია, ხო, აპოლო 11-ის მაისური ის რაკეტა, ხომალდი, ხო, კოსმოსური ხომალდი და არის ასეთი თეორია კი არა, ეს თვითონაც აღიარა პუბლიკმა, რომ თვარეზე დაჯდომა იყო ფეიკიო, ანუ ყალბიო და ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, თუნდაც ის footprint-ი იმას რაც ეცვა, რა ქვია, ნილ არმსტრონგს რაც ეცვა ფეხსაცმელი და იქ თვარეზე რა footprint-ი იყო, ანუ რადიკალური ნატელფულები იყო, ასე ვთქვათ და არის ასეთი თეორია, რომ კუბრიკმა გადაიღო სწორედ ეგ სცენა. ანუ თვარეზე დაჯდომა. და რო აღიარა მაგ. ხო, გადაიღო რა თქმა უნდა დედამიწაზე. უბრალოდ რა სპეციფექტები იქ არ გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ სადაც 1968 წელს კოსმიური ოდისეა გადაიღო. ხო, იმდენ რაღაც აღიარა ამ კაცმა, რომ ბოლოს როგორ დასრულა მის ცხოვრება, ხო, ძალიან გამოაშკარავა ისეთი სიმართლეები, რომელზეც შემდეგ პოდკასტებში ვისაუბრებთ, თან აქტუალურია, მიხვდებოდით ალბათ ეპსტეინის საკითხებზე. ხო და თუნდაც 2001 კოსმიური ოდისეა რო აიღო, ჯერ მარტო მაგითი მიხვდები, რომ 1968 წელს გამოსული ფილმი და თან ეხა აპოლო 11 მაინც ეხა ახლო რას კავშირია რა თქმა. ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ რომელ წელს იყო თვარეს დაჯდომის გადაღება დაახლოებით 1960 აღარ მახსოვს რომელ წელს იყო. 2001-მდე იყო თუ 2001-ს მერე იყო? არა, 2001-მდე იყო, თქო, 1960-იან წლებში. ხო, ნუ 60-იანში იყო 2001-იც რა, ოქტომბერში. 68-ში გამოვიდა ეს. შენ ფილმზე მკითხე 2001 კოსმოსი, მეთქი 2001 წელი მეთქი. რა წელი იყო? ხო, ფილმი და ფილმამდე იყო, რა თქმა უნდა, ხო, იმიტომ ფილმი გახდა მტკიცებული ხოლმე. ხო. კიდევ ერთ დეტალზე შეგვიძლია ვისაუბროთ, ეს არის ლაბირინთი, რომელიც ალბათ ყველას გეცნობათ ხან განსაკუთრებით ბოლო სცენიდან, მაგრამ თავიდანვე შეგვიძლია შევამჩნიოთ, რომ აი ერთ-ერთი საუბრის დროს, როცა ელაპარაკება დირექტორს, მისი ჰალსტუხი, ჯეკის ჰალსტუხი, ტორენის ჰალსტუხი ამ შემთხვევაში მიაგავს ძალიან ლაბირინთს, ანუ ესეთი ფორმა, შეკერებული ფორმა. ის მწვანე ჰალსტუხი ზუსტად ისევე არის გაკერილი, როგორც ლაბირინთი. თან ერთი კადრია, როდესაც ჯეკი ლაბირინთს უყურებს ესე. ჯეკი ლაბირინთს უყურებს და ეხა რა კავშირში ეხა ზოგი იფიქრებს, რომ ახლა რა მე ლაბირინთს უყურებს და იმ მომენტში უყურებს ლაბირინთს, ან თავზე ადგას იმ ლაბირინთის იმას მაკეტს, ასე ვთქვათ. რა მომენტშიც დენი და ვენდი ლაბირინთში სეირნობენ. და ეს რაზე მიგვანიშნებს, რომ ასე ვთქვათ ჯეკი აკონტროლებს და მფლობელი არის და მისი კონტროლის ქვეშ არიან რა ვენდი და დენი, ანუ მის ხელში არიან, რა თქმა უნდა, ნეგატიურ კონტექსტში. და ეს არაერთხელ
გამოჩნდება მე ფილმში. ახლა ჩემი საყვარელი ნაწილი არის ჯეკის გაბრაზებები. ხო, ჯეკის გაბრაზებები, რომელიც გამოვიდა სასაცილო ჩემი აზრით პირველ ხაზში უფრო. ის გაბრაზება, ოღონდ დერეფანში რომ მიდის და ესე რო აკეთებს რაღაცებს. მე გამეციან რა თქვენი არის მაგალითად. მოკლედ, პირველი გაბრაზება, სხვა შორის არც აი მიზეზი ვერ დავინახე გაბრაზების მან, რა თქმა უნდა, ანუ მეუღლე ცოლი შევიდა ოთახში ჯეკთან, რომელიც რაღაც კითხულობდა. ნუ ეძებ კუბრიკის ფილმი. აი არ უნდა ხო, ნუ მართალია, მაგრამ ეხა მაინც შეიძლება ითქვას ხა უბრალოდ კითხულობდა რაღაცას და რაღაცას წერდა, თავის ნაწარმოებს წერდა და ეს ცოლი შემოვიდა, ეუბნება რომ იქო რაღაცა შტორმი არისო გამოცხადებულიო, როგორ ხარო, ეხო არ დაიღალეო და ეს გაბრაზდება ჯერ წყნარად, მე თვალწინ გადაუხევს ამ ფურცლებს, შეაყრის და შენ გამო შემეშალა. ხო, შენ გამო შემეშალა ხელიო და მეორედ აღარ შემოხვიდა ესეო. ეს იყო პირველი გაბრაზება ჯეკის და ნუ აშკარად ყველამ დავინახეთ რომ უსაფუძვლო იყო და ნამდვილად ცოლი მოდის სანუგეშოდ რაღაცა თავსევლება, ეფერება რაღაცა და ის ბრაზდება, ხო და ხო. ახლა ჩვენ მეგონი ვახსენეთ კიდევაც წინა პოდკასტში არ მახსოვს შეიძლება მოკლედ შეავლეთ თვალი და ვთქვით რომ კუბრიკის ფილმებში ყველაფერი ხდება ანუ გატანილი მნიშვნელობით. არაფერი არ უნდა გაიგოთ პირდაპირ რა და აქ პირიქით მოხდა ის რაღაცა რომ ჯეკი ერთ-ერთ კაცში ეუნება დინის რომ ყოველთვის დაგიცავო და დათვის მაგივრად კაცის ცემს თავშულს. ხო, ანუ პირიქით ხდება ეს ყველაფერი. უშუალოდ ცემის მომენტი არაა ნაჩვენები. ხო. მაგრამ იქ კალთაში რო ჩაისვოს ერთ-ერთ სცენაში ეუბნება რომ მე შენ ყოველთვის დაგიცავო და მე აღმოჩნდება რომ ეს ბავშვი დალურჯებული არის მე ერთ სცენაში ჩამოხეული აქვს ის აპოლო 11-ის მაისური და ვინ თუ არა ჯეკი ხო დედამისი ვერცემდა ხო ვერცემდა ხო ქალი რომელიც არ იყო მოცემულ მომენტში იქ და რა თქმა უნდა საეჭვო არის როდესაც არც ჯეკი ჩანს და არც დენი ეს ქალი რო ეძებს და მე პოულობს იმ დენის ნაცემს ხო ვის უნდა ეცემა სხვას და ჯეკის სიზმარი არის აღსანიშნავი ერთ-ერთი მომენტის დროს როდესაც ვენდი ამოწმებს კავშირებს რადიო კავშირებს მთავარ ცენტრთან პოლიციასთან იმიტომ რომ ის პოლიცია ხაზზე არის ყოველთვის ну რამე ხო არ გჭირდებათ იქ მაინც მარტო არიან იმიტომ რომ გაცალკევებითაა ეს ოვერლუქ სასტუმრო რა აი მთებში არის სადღაცა მიკარგულ ადგილას და მაინც ახლა რადიო კავშირი და ეს კავშირგაბმულობა არის და ხო ვენდის აქვს დავალებული ამ თავარი რადიო კავშირის შემოწმება და საუბარი მათთან და ერთ-ერთი ასეთი გადამოწმების დროს გაიგებს ღრიალს რაღაც შეძახილებს და მე აღმოჩნდება რომ თურმე ჯეკს ძინავს თავის საწერ მაგიდასთან გადმოშდის ეს დორბლი და თაღრიალებს ამ სიზმარში და მე რო გააღვიძებს ეს ვენდი გაგიჟებულია ეს ჯეკი რომ ვაიმე რა მოხდაო კაცო და ვაიმე სიზმარი ვნახეო და ამ სიზმარში თქვენ ამოგხოცეთო რა ნაჯახით და ნუ ეხა კი ვიცით ვისაც ნანახი გაქვთ ეს ფილმი ვისაც არა გაქვთ ნანახი ის მომენტი მაინც იცით ნაჯახით რო დასდევს მერე და კარებს უარდებს და პირველი სპოილერი ასე ვთქვათ იმ პლოტ ტვისტის ასე ვთქვათ არის ეს რომ ნაჯახით ამოგხოცეთო და ვაიმე საშინელება იყო ეს სიზმარიო და სწორედ ეს თქვა თუ არა ჯეკმა შემოდის ამ დიდ დარბაზში დენი ოღონდ ეს ვენდი რო გახედავს ამ დენის ნუ გაგიჟდება იმიტომ რომ ბავშვი არის ნაცემი ჩამოხეული ჩამოკონციალებული აქვს ეს მაისური თუ სვიტრი და ნუ აი ძალიან ცუდი მდგომარეობაში არის და მე მიხვდება ვენდი რომ ჯეკმას ცემა რა თქმა უნდა უმიზეზოდ იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში ფილმშიც და წიგნშიც მიზეზი არაა მოცემული რატომ სცემა მაგრამ ნუ ვინ თუ არა ჯეკი და მე გაუბრაზდება ჯეკს ეს ვენდი შეურაცხყოფასაც მიაყენებს და ესეთო ისეთო და ეს ჯეკი გაკვირვებული ვითომ არ იცის რა ხდება და რაზე მეჩხუბებაო ეს ქალია და ამაზე ძალიან გაბრაზდება ჯეკი და მე ის სცენა არის დარბაზში რომ მიდის და ხელებს რო იქნევს რა ვითომ გაბრაზებული ხო, ისა წერან წიგნი რო ახსენეთ, ჩავამატებ ბარემ რა პატარა რომ
სტივენ კინგსა და კუბრიკს არ ქონათ კარგი ურთიერთობა რა, ანუ ერთმანეთის ვერ ეწყობოდნენ საერთოდ რა. ამიტომ მათ შეცვალა კუბრიკმა შეუცვალა კინგს შეუცვალა წიგნი ფაქტობრივად. ეხლა მაგის გამო არ შეუცვლია რომ აი ჯინაზე რომ აი ხო, არ მოეწონა კუბრიკს ეს წიგნი ხო, ფაქტობრივად უფრო ლოგიკური ხო. დასასრული კუბრიკმა გააკეთა, იმიტომ რომ ძალადობა მართლა დაუსრულებელი არის და სტივენ კინგს თუ ძალადობა დასრულებული ქონდა, რა თქმა უნდა ეს happy end-ი არის, მაგრამ მაინც ახლა სიმართლე მწარე არის და ძალადობა არის დაუსრულებელი და ნუ გადავახტით იმ მომენტს, როდესაც ჯეკი გაბრაზებული მიდის დერეფანში, შევა საკონცერტო დარბაზში და დიალოგი ბარმენ ლოიდთან, რომელიც ახლა არ გვიხსენებია თამაშს, მაგრამ ლოიდი ჩვენთვის შევა პირველად მაგალში, მაგრამ ანუ ჯეკი აშკარად იცნობს ისე ელაპარაკება, რომ ვითომ აქამდე უნახავს და ის მაგაცები არიან. ისე ელაპარაკება კი არა, პირველ ეტყვის რომ შენო ყოველთვისო მაგარი ის იყავიო, რა ქვია, ბარმენიაში ეს კაც პირველად გამოჩნდა. პირველად გამოჩნდა, თვითონაც პირველად ხედავს. ეუბნება რომ შენო ყოველთვის მაგარი ის იყავიო, რა ქვია, ბარმენიო და ყოველთვის პატივს გცემდიო. ხო და ეხლა იმას ვერ დავაბრალებთ, რომ გიჟი არის ჯეკი. შეიძლება მაგასაც დავაბრალოთ, მაგრამ ცოტა სხვა თვალით რო შევხედოთ, შეიძლება დავინახოთ უფრო ფართო თემა, როგორიცაა რეინკარნაცია. ხო. რომელსაც რა თქმა უნდა ბიბლია არ აღიარებს და ქრისტიანები ზოგადად არ აღიარებთ რეინკარნაციას, მაგრამ ფილმში მოცემული არის და ახსნაშიც რეინკარნაცია ერთ-ერთი წამყვანი თემა არის ამ ფილმის. და ანუ აშკარად იცნობდა აქამდე რა, ესეც დეჟავიუს სახე არის. იმიტომ რომ ანუ დეჟავიუს სახით გამოეცხადა ეს ლოიდი და გაახსენდა ასე. თან ეს ლოიდი რაღაცნაირი კაცია, აი უემოციო კაცია. უემოციო კაცია რა, აი მართლაც რომ რაღაცნაირი კაცი არის, აი ვერ შეაფასებ ისეთი კაცი არის. მოდი ახლა მე დაგიწოვებ შენ ძალიან საინტერესო სააბაზანო სცენას ალაპარაკოთ. მოიცო ჯერ სააბაზანო სცენამდე ისაა ჯეკი რო აღიარებს თავის ძალადობას. ნუ ხო, ეგეც ჯერ ხო ეტყვის იმ ლოიდს რომ აუ ცოლი ამიშარდაო, გამოვიქეციო, გაბრაზებულიო და დამალევინეო რაღაცა იქ ვისკიო თუ რაღაცაო და ესეც დაუსხავს და ეს ლოიდი ეუბნება რომ ქალები ხო იციო? არ შეგვიძლია მათთან ცხოვრებაო, მაგრამ მაგდარეშე ცხოვრებაც არ შეგვიძლიაო და words of wisdom ლოიდ მე ეუბნება და კაი ხო აღიარებო რომ 1-2 რო რაღაცა უხეშად მოვეპყარიო დენის, მაგრამ არა ისეო რომ რაღაცა ესეთი ამბავი, ანუ აღიარა ჯეკმა რომ იძალადა თავის შვილზე. არა და ერთადერთი ადამიანი, ერთადერთი კაცი, რომელმაც უნდა დაიცვას საკუთარი შვილი, ესაა მამა, ხო? სხვა ვინ? და ამ ფილმში პირიქითაა, რაც კიდევ ჯეკის ძალადობრივ და მოძალადის ხასიათს ამჟღავნებს, ასე ვთქვათ. ბარმენთან საუბრის დროს, დიალოგის დროს შემოვარდება ცოლი ვენდი და ეტყვის რომ დენიო ძალიან შეშინებული არისო 227 ოთახშიო რაღაცა საშინელება ნახავ და წადი შეამოწმეო. და ეს ჯეკი თან ხო გაბრაზებულია ვენდიზე და ჯერ მაინც არ ურიგდება რა და აი ჯანდაბასო წავალო და შედის ამ 227 ოთახში. რომელ ოთახშიც მოხდა წარსულში რაღაც ცუდი ამბავი რა. ხო და ნუ იქ რო შევა გააღებს სააბაზანოს კარს და ხედავს შიშველ ქალს, შიშველ მანდილოსას, რომელიც წყლიდან წამოდგება, გადმოვა ამ იმიდან, რა ქვია, სააბაზანოდან, ნიჟარიდან, ასე ვთქვათ. მიდის ჯეკთან და ასე ვთქვათ, მერე კოცნიან ერთმანეთს და შუა კოცნის დროს ეს ქალი გადაიქცევა რაღაც საშინელ მოხუც არსებად, რა ალქაჯად რაღაც საზიზღრობა სანახავი არის, ეხაც რომ ახსენდება. თან იქ დასიებული და დახეთქილი კანი, მოკლედ წყლულით და აი ძალიან ცუდი სანახავი სცენა არის და ხო ნუ ესეც ამის ზუსტი ახსნა არ ვიცი ახლა მე პირადად რატო გადაიქცევა ეს ქალი ესეთ მონსტრად რა ის საზიზღრობად და ესეც ალბათ მაგას ანახებს რომ ამ სასტუმროში რაღაც რიგზე ვერ არის. ხო და
გამოდის თუ არა იქიდან მე უკვე ცნობილი სცენა არის წოულებაზე? ისევ იქ რო ბრუნდება, ხო? ხო. წოულებასაც შეეხება მე მგონი ბოლრუმ ქვია, ხო? არა, ბოდიში წვეულებამდე ეს ჯეკი ხო მივა ვენდისთან, რომ არაფერი არ ხდებაო, დაუმალავს იმ ამბავს, რომ ვიღაც ქალს აკოცა. და მე ის ქალი რო გადაიქცა რაღაცად. და არაფერი არ ხდებაო და ეს ვენდი მაინც ეუბნება, რომ ვაიმე დენი საფრთხეში არისო და რაღაცა უნდა გავაკეთოთო და ეს ჯეკი გადაირევა. შენ რატომი წაიღეო, კაცო, მე ჩემზე არ ფიქრობო, იქნებ მე ვარო საფრთხეშიო და მოკლედ უყვირებს, ძალიან ცუდად დაელაპარაკება და გამოვარდება და აქაც აღსანიშნავია ის სცენა, აი ჩქარა გამოსulis დროს წამიერად შეხედავს კამერას, ჯეკ ნიკოლსონი და გავა. ეგეც ცნობილი სცენა არის და სწორედ ამ დროს მიდის უკვე ამის მომდე ისევ იქ ოთახს ქვია ბოლრუმი, ხო მე მგონი? ბალრუმ. ხო, მაგრამ ვითომ ამბობენ რომ ბალრუმ ქვია. ბალი აი საბათ ვინც არის, ხო, ღმერთი არის. ანუ იდეაში ხო უნდა ერქვას ბალრუმ. ხო. წვეულების თუ რავი კარნავალის ოთახი თუ რავი როგორც იტარგუნება, მაგრამ ერთ-ერთ განმარტებაში არის ბალრუმ კი არა. ბალრუმ და ბალი ერთ-ერთ მითოლოგიაში ზალის თუ არ ვცდები სკანდინავიურ თუ რაღაცა მითოლოგიაში არის ძალის და ასე ვთქვათ ძალაუფლების ღმერთი და ტყუილად არ ქვია მაშინ ამ დარბას ეს ბალრუმი, იმიტომ რომ აშკარად არის მიანიშნებს რომ რაღაც ძალაუფლება აქვს ამ სასტუმროს. და ბალრუმს რო თავი დავანებოთ ხა ეს ოთახი სავსეა ხალხით ამით. ხო, საერთოდ ამ დროს მეთქი რა ხდება? აქ აღსანიშნავია ის, რომ სანამ შევა ამ დარბაზში ესმის მუსიკა ჩართული. და იქ მორთული არის მთელი დერეფანი და რო შევა აღმოჩნდება ელიტარული საზოგადოების ამერიკის ყველაზე ელიტარული საზოგადოების წრეში. ну იქ შარვალ კოსტიუმში, ფრაკებში გამოწყობილი კაცები, ქალები რაღაცა. თვითონ არაფერი ისე შედის. და აი მოკლედ საკმაოდ მაღალი დონე ელიტური წრე არის შეკრებილი და ისევ მიდის ამ ბარმენთან, კიდევ ესალმება რაღაცა ის არის, კიდე დალევს და ამ სასმელით ხელში მე დაბოდიალობს რა და თუ შეამჩნევთ, ეხა შეიძლება ეს ზუსტად არ გემახსოვრებათ, ეხა თქვენ აი ხასაც სამი ჩავსვათ ახლა. ხო, ამ ჭიქით ხელში ბოდიალისას ჩაუვლის გვერდით ჯეკს ერთი ქალი, თეთრ კაბაში გამოწყობილი და ამ ქალს უკანალზე აქვს წითელი ხელის ნიშანი. ანუ ვიღაცა მიადო ამ ქალს ამ უკანალზე წითელი ხელი. ან სისხლიანი ხელი რა, მოდი ვთქვათ, იმიტომ წითელი ეხა გუაში არ ჩაყოფდა ის კაცი ხელს. რა თქმა უნდა სისხლიანი ხელი აქვს გამოსახული უკანალზე და ეხა ესეც ტყუილად არ არის და ესეც მიუთითებს რომ აი ამ ინტიმურ ადგილას აი რატომ მაინც და მაინც ამ ინტიმურ ადგილას ხო შეიძლება ამ ხარზე ან რაღაცაზე ყოფილიყოს ხელი, მაგრამ მაინც სექსუალურ ძალადობას აღნიშნავს და ამაში ჩვენ არაერთხელ დავწმუნდებით, იმიტომ რომ თუნდაც ჯეკიც ხო ძალადობს აგერ ფიზიკურადაც თუ სექსუალურადაც თავისივე შვილზე. და ესეც მიუთითებს იმაზე, რომ სექსუალური ძალადობა ამ სასტუმროში მოსულა რა და დაშვებული მოსული ისა რა ქვია პონტი ასე ჟარგონულად რო მე უკვე ხდება მე ჩამოივლის ერთი კაცი ერთი ოფიციანტი ჩამოივლის ხო და ხელში რაც უჭირავს სასმელი გადაასხავს ჯეკს ხო შემთხვევით რაღაც ფეხს წამოკავს და მთელ ამ სასმელს შეასხავს ხო და ნუ მე ორივენი გადიან საპირფარეშოში რომ ამ კაცმა მოწმინდოს ეს ჩამოფერთხოს და აქ არის ალბათ ფილმის გადამწყვეტი მომენტი. ხო, ეს კაცის შეკვრა. ხო, ეს კაცი დელბერტ გრეიდი. ეს კაცი ამ ჯეკ ტორენს გაეცნობა როგორც დელბერტ გრეიდი. მოგესალმებით, მე ვარო დელბერტ გრეიდიო და ამ ჯეკს გაუკვირდება, იმიტომ რომ ეს გრეიდი ახსოვს გვარი რა. და შენო ჩარლზ გრეიდის ვინმე ხარო და არა არ ვიციო, იმიტომ რომ
ისიც მომვლელი იყო, თუ caretaker-ი იყო, დარაჯი იყო და შენო შემთხვევითო ოჯახი ხო არა მოგიხოცავსო. ამ კაცს ეუბნებოდა. ამას გიჟი ეგონა, არა კაცო რა ოჯახი არ მომიხოცავს, რომ მიმტანი ვარო, ოფიციანტიო და ეხა ამ დელბერტ გრეიდიმ ანუ იდეაში ხო არ იცის რომ რეინკარნირებული ადამიანი არის, იმიტომ რომ დელბერტ გრეიდი მართლაც რეინკარნირებული ადამიანია. ჩარლზ გრეიდის ადამიანის რომელმაც ამოხოცა სულით თავისი ოჯახი, იმ კაცის რეინკარნაცია არის დელბერტ გრეიდი, რომელიც ჯეკის მხარეს დგას. და რატომ დგას მაინც და მაინც ჯეკის მხარეს? იმიტომ რომ ეუბნება რომ თქვენი შვილიო აკეთებსო ისეთ ცუდ რამესო, რომ ისო სიცოცხლესო აღარ იმსახურებსო. ვიღაც ეძახისო თქვენი შვილიო. ხო, და ასე რომ შენ ცოლს და შენ შვილს მიხედევ რა, იმ ცულითო. ანუ მოკალიო რა. და რატო კაცო? იმიტომ რომ შენი შვილიო ცდილობსო უცხო ადამიანის მოწევასო აქო. რომ გაერკვესო ამ სასტუმროს ისტორიასა და სიტუაციაშიო. და ესო აკრძალული არისო ჩვენთან. დაუშვებელი არისო. და ეს უცხო ადამიანი არის, რომ დავუკვირდეთ ის შავკანიანი დიკ ჰელორანი, ხო? ხო. და ნათების კავშირით იწვევს ვითომდენი, ხო. ახლა რაც შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ აი ამ მომენტის მერე მართლა გიждდება ჯეკი და მართლა უკვე იწყებს ნელა ფიქრს რომ ამოხოცოს თავისი ოჯახი და აი აქ თიშავს, ეხლა კი გიждდება, მაგრამ მაინც უარჩევა თავში და თიშავსში ყველანაირ კავშირი გამულობას ქალაქთან, პოლიციასთან, ხო და ყველაფერს ამტრევს, ლეწავს იქ და ყველაზე ცუდად ის დაემთხვა ამას, რომ და ზამთარი არის. ზამთარია, რა თქმა უნდა, და იწყება დიდთოვლობა. და ამ რამდენიმე შტატში გამოცხადებული არის აი სერიოზული საგანგებო მდგომარეობა და იზოლაცია მართლაც და ხა როგორ გინდა ჯერ მარტო ამ იზოლაციის დროს დაუკავშირდე ესეთ მიტოვებულ სასტუმროს, ანუ შორს მყოფ სასტუმროს ქალაქის ცენტრიდან და თან ეს ჯეკი ხო იმას იზავს გადაჭრის ყველა კაბელს ამ რადიო გადამცემის და ანუ შო იზოლაციაში არის ეს სასტუმრო, ვერავინ ვერ მივა, იმიტომ რომ გზები ჩახერგილია, დიდთოვლობა არის. შო ჯეკის ხელში არიან ვენდიც და დენიც. ხო, ნუ ნელა უკვე როცა ხვდება ვენიც რომ გიждდება ჯეკი მართლა და ბოჭკუაზე აღარ არის და უკვე როცა ის მომენტი იწყება რომ ჯეკი უკვე იწყებს დევნას ნელა ნაჯახით ამ დროს დენდი პოულობს რა მიდის და ნახულობს ჯეკ ნაწერ ფურცლებს. ნაწერს ხო? იდეაში წიგნს, მაგრამ ყველა ფურცლზე წერია და ყველა ხაზზე წერია ერთ და იგივე რაღაცა. All work and no play makes Jack a dull boy. ხო, dull boy. ეგეთი რა წერია. ეგეთი წერია და აი ფურცლები არის n რაოდენობით. ხო. და ყველა ფურცელზე, ყველა წინადადებაზე წერია ეს რა. ანუ ამის მეტი, ამ წინადადების მეტი არაფერი არ წერია. და ამ დროს შემოდის კაკრას. და ამ დროს შემოდის ოთახში. ჯეკი ჩუმად შემოეპარება ამ მომენტის ზურგს უკან შემოვა და შეაშინებს, არა რა ხდებაო და და ამ მომენტის უჭირავს ბიტა ხელში რა. ხო და ნუ ჯეკი აშინებს უკვე ვენდის, იმიტომ რომ უკვე მოსაკლავად დასდევს რა და ხო უკვე ცდილობს რომ რამენაირად გამოართავს ეს ბიტა რომ ამ ბიტით ცემოს და რა ვიცი მოკლას თუ აწამოს და თან აშინებს და თან ელაპარაკება რომ შენო ჩემს პასუხისგებლობაზე არასდროს არ ფიქრობდიო, ისეთი ხარ, ესეთიო, მე გამოაჯავრებს, ფანტასტიკურად გამოაჯავრებს. ხო და მე ცნობილი სცენა არის კიბეზე რო ადის. კიბეზე რო ანუ ვენდი უკანა სვლით ადის და ეს ჯეკი ნელ-ნელა უახლოვდება, აშინებს და ეს თან უქნევს რა ამ ბიტას, რომ გამომშორდიო და როდესაც უკვე მიუახლოვდება ჯეკი, რომ მომეცი ბიტაო, ეს ჩასხებს თავში ჯეკს. გათიშავს და აგორებს კიბეზე და შემდეგი სცენა არის უკვე როდესაც გამოკეტა საყინულეში. ეხლა აქ რა ხდება? აქ უკვე ზებუნებრივი ძალები კიდევ ერთხელ ჩნდება, იმიტომ რომ ვენდი ცდილობს რომ რამდენად კავშირი იპოვოს რომ გავიდეს, აი აქ თავი გააღწევს, მაგრამ ერთი ის ხდება რომ ჯეკი ეუბნება რომ წადი მანქანაში ამოწმევა ერთი, ანუ არა. ხო, პრინციპში ეგრე არის, რომ გამოკეტავს, მე იქ საუბრობენ რა, ეს შიგნითაა გამოკეტილი, ეს გარეთ არის და ვენდი გარეთ არის და ეუბნება მიდი მანქანაში ამოწმევა ეს. ჯერ ვენდი ეუბნება რომ
აი ხა მეო წავალო და იმას დავუკავშირდებიო ქალაქის ცენტრსა და ამჯერს რო გაახსენდება რაც თვითონ ქნა მე ეტყვის წადი მიდიო ნახეო აბა რა გავაკეთეო პატარა სიურპრიზი გაქვს და ეს ვენდი გაიქცევა ეგრევე თოვლმავალ თუ რაც ქვია იმას მანქანასთან რომელიც ერთადერთი საშუალება არის ამ სასტუმროდან გარეთ გასვლის ხო და დაინახავს რომ კაფუჭებულია მანქანა ხო ეს ეგრეთ წოდებული გარაჟის იმ გარაჟის სადაც დგას ეს თოვლმავალი უზარმაზარი ამ ეს გარაჟი ღია არის და თოვლმავალის ასე ვთქვათ ჟანგონულად რო ვთქვათ კაპოტი ახდილი არის და ეს ძრავა ჩაყინულია მთლიანად და ის ამოგდებული არის იქ ნაწილები ნუ მოკლედ შო ხო და გაფუჭებული არის ეს თოვლმავალი და კიდევ ის მომენტია ხო ის გამოგჩა კუბრიკი რო იღებს ჯეკის ხო მაგას კადრებს მიღმა ვისაუბრებთ მე ხო და რა უნდა მე ხო ჩდება კიდე ერთი ზებუნებრივი მძალა ხო და სანამ ვენდი იქაა წასული ჯეკს ვინ გაათავისუფლებს ჩარლზ გრეიდი გაუღებს კარებს ეს არის ზებუნებრივი ძალა ის მოევლინება ის იმიტომ რომ ციკლი უნდა შესრულდეს ციკლი უნდა ესაა ძალადობის ციკლი და რას ნიშნავს ახლა ეს ძალადობის ციკლი ჩარლზ გრეიდი აი რამდენიმე წლის წინ აი ამ ფილმის სიტუაციაზე რამდენიმე წლის წინ 20-30 წლის წინ იყო მომვლელი რომელმაც ამოხოცა თავისი ოჯახი ანუ სასტუმროს ესა რა ქვია ნაწილი არის ეს ციკლი რომ დარაჯმა უნდა ამოხოცოს თავისი ცოლშვილი მერე დელბერტ გრეიდი ამოხოცავს ანუ ის ჯეკი ხო უწინასწარმეტყველებს კი არა ამ ჯეკმა იცის ისტორია ხო ეტყვისო შენო ამოხოცავო შენ ცოლშვილს დაელოდეო ამოხოცავო და ის გაგიჟდება ის დელბერტ გრეიდიც ამოხოცავს ის ტყუპი გოგონებიც მან შვილები არიან და მე ესეც ხო დასდევს უკვე ანუ ციკლში არის ჯეკი რომლიდან გამოსვლაც შეუძლებელია რა და ვინაიდან ეს ციკლი აუცილებლად უნდა აღსრულდეს ეს ჩარლზ გრეიდი რაღაც სასწაულებრივად გაუღებს ამ საყინულის კარს ჯეკი გამოდის იღებს ცულს და დასდევს ცოლს მოსაკლავად ეს უცნაური მომენტები არის აქედან და ნუ ამ დროს ვენდის გონია რომ ის ჯეკი ისევ გამოკეტილია და ეს ვენდი ადის თავის საძინებელში და საძინებელში რო ადის ნუ მე იძინებს და ერთ-ერთი მომენტის დროს უკვე ეს დენი პატარა ბავშვი დანით ადგება ეს ხელში red room და ღრიალებს red rum და ეს კალი გადაირია ხო რომ დანაუჭირავს ბავშვს არსად არ იხედება და ყვირის რაღაცას და მე დაინახა რომ ამ დანით უწერია კარებზე ის რა ქვია red rum რომელიც რო შემოატრიალოთ ეს სიტყვა თვითონ რო შემოატრიალოთ არის murder ხო კვლელობა და ესეც რა თქმა უნდა და ამ დროს ჯეკი შემოდის ოთახში ამ დროს უკვე ისმის რა ქვია იმის სცენა ნაჯახის დარტყმის სცენა კარებზე ანუ ჯეკი იწყებს კარების გრევას და ეს ვენდი უკვე შერბის სააბაზანოში იმიტომ სხვა გასაქცევი არ აქვს ჩაკეტავს კარს და ეს უკვე ცნობილი სცენა არის მე ამ კარს არის ცნობილი ეს ფილმი საერთოდ ჩემი აზრით ხო რო შეანგრევს კარს და მაქამდე იქ სააბაზანოდან არის პატარა სააბაზანოში არის პატარა ფანჯარა რომელშიც ვენდი გაუშვებს დენის რა ჩაძორიო და ეს ფანჯარა ხო მაღლა არის რა თქმა უნდა ახლა მეორე სართულზე თუ მესამეზე ხო და იმდენად როგორ თქვა დიდთოლობა იმდენად ძლიერი არის რომ ეს მთელი წამოღებული თოვლი ქმნის ერთგვარ ტრამპლინს ამ ფანჯრიდან ჩამოსასრიალებად ანუ უსაფრთხო არის საკმაოდ და ეს დენი ჩამოსრიალდება მაგრამ ვენდი ვერ ეტევა ამ ფანჯარაში და უწევს სააბაზანოში ყოფნა თან ეს დანა იქ დენის რაც უჭირავს ის დანა ვენდის აქვს უკვე და გამოკეტილია და ეს ჯეკი იწყებს კარების დანგრევას და ნუ მე ხო მე ის ნორმალი მომენტი რაც არის თავისთავად და
შენ უკვე ეს რაღაცა ხდება რომ ჯონი ხო ეს ჯონი ეს სცენა ალბათ ყველა მოიცით და შენ უკვე ხდება ეს რომ და უკვე როდესაც შეყობს ხელს რომ გადაატრიალოს საკეტი დანით ხელს ეს ვენდი ჩაარტყავს ამ დანას და იღრიალებს და ამ დროს მაგალითად ამ დროს ჯენი გააწუდავს რომ რას გადაწყვიტავს რას გაიგებენ რაღაცა მანქანის ხმას გაიგონებენ ნუ ხო მანქანის ხმას გაიგებენ და ამ მანქანაში ზის დიკ ჰელორანი ის შავკანიანი მზარეული რომელიც მიხვდა რომ რაღაცა საფრთხეში არიანო ისინიო იმიტომ რომ ნათებით პერიოდულად ხო უკავშირდებოდნენ ერთმანეთს ეს დიკი და დენი ერთმანეთს ხო და ხდებოდა ასე ვთქვათ და გადაწყვიტა რომ ამ თოვლმავალი მანქანით რავი რაც ქვია წამოსულიყო და უკვე როდესაც გაიგონებს ჯეკი შუა იმის ინგრევის პროცესში ამ მანქანის ხმას ეგრევე ჩავაქვემოთ და იმალება და როდესაც ეს დიკ ჰელორანი შემოვა ამ დერეფანში ნუ ჯერ კითხულობს რომ არის აქ ვინმეო და ეს ჯეკი გამოვარდება იმიდან და ამ ცულს ხო მოკლავს ასე ვთქვათ და ერთადერთი დამცავი ძალა თითქოს დენის ერთადერთი დამცავი ძალაც აღარ აყავს უკვე ხო და მე უკვე დენის დასდევს ლაბირინთის სცენა ხო იმიტომ რომ დენი ხო უცდიდა გარეთ დედამის რომ ჩამოსრიალებულიყო ის დედამისიც ხო და უთხრა გაიქეციო რა ხო და ეს ბავშვი გარეთ რო იცდის ხო შეეშინდა ხა მარტო ამ სიგნალში დიტოლობაში და შებრუნდა უკან სასტუმროში და რო დაინახა რომ ის კაცი მკვდარი გდია და თავი დაინახა ეს მამამისი გაგიჟებული ცულით ხელში ნუ გაიქცა იმიტომ რომ ხდება ხა დებილი ხო არა ეს ბავშვი ხდება რომ ეს დამსდევს მოსაკლავადო და ეხლა შევა ლაბირინთში ეს დენი და ეს ჯეკი შეყვება და ლაბირინთში ეს უკვე რა კავშირია ხო ლაბირინთში არის ესე ვთქვათ კავშირი თეზოსსა და მინოტავრს შორის ანუ ძველი ვთქვათ ბერძნული ხო ბერძნული ლეგენდა არის რის მიხედვითაც მეფემ სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ ააშენა მეფე მინოსი მეფე მინოსი ააშენა დიდი ლაბირინთი სადაც გამოკიდა თავისი შვილი მინოტა ანუ არც იყო არსება მინოტავრი რა აუ ზუსტად აღარ მახსოვს ეგ მითი მაგრამ გამოკიდა თავისი შვილი და თეზოსი რო შევიდა არიადნეს ძაფი მე მაგ არიადნეს ძაფი გაავლო რომ ის გზა დაიმახსოვრებინა და თეზოსის და მინოტავრის ალეგორია არის მოკლედ ეს ლაბირინთის სცენა როდესაც ჯეკი დასდევს თავის შვილს მოსაკლავად ან თვითონ ჯეკი რაღაცა დაჭრილია თუ რა ჭირს ამ მომენტში რაღაც ისე იქცევა თვითონ დააგორა ცოლმა კიბეზე ხო ნუ თან ჯერ ბიჭა ჩაარტყა თავში თელი ძარი და მე დაგორდა კიბეზე და მეტი როგორ ხო და ისე მაქამდე იყო თუ მე არ მახსოვს დათვის და ელიტური ხო დენი უკვე ვენდი როდესაც გამოვიდა ამ სააბაზანოდან რომ დარწმუნდა რომ ეს ჯეკი უკვე გარეთაა დარბის ამ კიბეებზე ეძებს თავის შვილს და ერთ-ერთ ოთახში დაინახავს რომ ასე ვთქვათ დათვის ფორმაში გადაცმული ხო ის სიტყვები არ თქვა ხა დათვის ფორმაში გადაცმული ადამიანი ორალური სექსითაა დაკავებული ვიღაც მოხუც ელიტურ მამაკაცთან ამას აქ ძალიან ეს არის ერთადერთი მგონი ერთადერთი აუხსნელი მომენტი ამ ფილმში იმიტომ რომ ესე კონკრეტული ახსნა ამას არ აქვს მაგრამ რატო უნდა ეკეთებდეს რა მაგის ახსნა ვარიანტი რა ჩვენ განვიხილეთ საერთოდ კუბრიკი იყენებს ხშირად დათვებს ფილმებში ხო ხო მაგას სხვადასხვა არის და თითქოს და ეს დათვები არიან აი დამცავი ძალები ესე ვთქვათ პერსონაჟების მიმართ იმიტომ რომ ფარდახუჭ თვალებშიც ხო ბოლო მომენტში ცოლქმარი დგან დაცვებით შემოსაზღვრული მასში დგან თითქოს ეს არის დაცვის ხო მაგაზე აღარ გადავიდეთ ნათებაში თუ დავაკვირდებით აი დასაწყისში დენის ოთახში ძალიან ბევრი დათვი არის რა და ეხლა ბავშვს როცა დათვი უყვარს სათამაშოდ ასე ვთქვათ ესე იგი რაღაცა ისეთი გრძნობები აქვს დათვის მიმართ რომ რაღაც ფულფულა რაღაცა ის დათუნია მიიცავს და ეხლა პატარა ბავშვის ეს ერთ-ერთი დაცვის დანახული დაცვის ძალაც კი უკვე
დამარცხებულია, იმიტომ რომ ხო, იმიტომ ერთადერთი ბავშვის ერთადერთი სიყვარული ეს სათამაშოს მიმართ ეს ერთადერთი სიყვარულიც გადაქცეულია ძალადობად, გადაქცეულია სექსუალურ ფანტაზიებთან და დამარცხებულ ძალადობასთან, ხო. და ასევე აღსანიშნავია, ხე ცოტა ისეთ საკითხს უნდა შევეხო, მაგრამ რატომ მაინც და მაინც ეს ელიტარული საზოგადოებრივი წრის წარმომადგენელი კაცი, რომელსაც ხო დაკავებულია, რომელთანაც დაკავებულია ორალური სექსით ეს დათვი. Ну, ესაც ალბათ ის გამოაშკარავება იყო, რომ ეს ელიტა ხო ვითომ ერთი შეხედვით ელიტა და რაღაცა დონე მაღალი დონე, მაგრამ სინამდვილეში გარყვნილება და ცოტა ისეთი საიდუმლო ორგანიზაციები რაღაცა ისინი მაინც ნუ დავასახელოთ. ხო, ეხლა დავუბრუნდეთ ლაბირინთსა ჯეკს. მოგით წეგან მახსენეთ ეს ხა გაიყინება ჯეკს. ნუ ბოლოს როცა ვერ იპოვის ის დენი ისე ჭკვიანურად იმას იზავს, იმიტომ რომ იქ ლაბირინთი სულ თოვლი არის და ეს მოტვინავს ეს ბავშვი რომ ნაკვალევი არ დატოვოს, იმიტომ ის მიყვება უკან. ნაკვალევი არ დატოვოს და წამოვა უკანასვლით და სადღაც სხვა იმაში შევადა. იქ რო შესაბამისად ხო ვეღარ გაგრძელდება ნაკვალევი უკანასვლით რო წამოვა რა. მაგარი ჭკვიანი ბავშვი გამოდიოდა ხო და ეს ჯეკიც ახლა გაიყინება რა ხო ვერ იპოვა ის თავისი შვილი და ლაბირინთში გაიჭედა და გაიყინა. ხო. გაყინვა კი უკვე ვთქვით რომ პრობლემის დროებით მოგვარებას ნიშნავს. ახლა ყველაზე საინტერესო სცენა ალბათ ფილმის პლოტ-ტვისტი. ხო, ფილმის მთავარი სცენა, ბოლო კადრი, ყველაფერი დასრულდა, უკვე ჯეკი გაყინული არის, იმათმა თავი დააღწიეს, ცოლში ეს დედაშვილმა და ძალიან წყნარი მუსიკაზე. წყნარი მუსიკა, Midnight the Stars and You ესე ქვია მაგ სიმღერას, ძველი ამერიკული სიმღერა არის და ხედავთ კადრში რა. ტელეფონი ახლოვდება ერთი 20-მდე ფოტოსთან და ერთ-ერთი ფოტო შუაში რომელიც კიდია უკვე როდესაც გვანახებს ეს კამერა მიახლოებულ ფოტოს იქ ხედავთ 1921 წლის ფოტოს ხო და აღსანიშნავია რომ ფილმში ვითარება ხდება სადღაც 1970-იან წლებში იმიტომ რომ აპოლო 11 უკვე გაშვებულია მთვარეზე შესაბამისად 70-იანი წლებია რა ხო კი ფოტოზე ჩანს 1921 წლის ფოტო, რომელშიც კვლავ ელიტური საზოგადოების წარმომადგენლები არიან მორიგ წვეულებაზე და ამ საზოგადოების თავში დგას ჯეკ ტორენსი. ხო. აი ესეთი სახით. ისე იმ ასაკის, რა ასაკისაც არის ფილმის და ეგ არის პლოტ-ტვისტი ფილმის ეს არის პლოტ-ტვისტი, რომ თურმე იქ 1921 წლის ფოტოში ნაშვენები ჯეკის რეინკარნირებული ვერსია იყო ფილმის როგორ თქვა ფილმის მთავარი ჯეკი რა ნამდვილი ჯეკი იყო თურმე აი იმ ძველი ჯეკის რეინკარნირებული ვერსია ესა მთავარი ის რომ არ არის მარტო დეჟავიუ არ არის ტყუილი დეჟავიუ არ ყოფილა ესე იგი ახსოვდა წინა ცხოვრებიდან რაღაცები ის თუნდაც ბარმენი ლოიდი და სხვა დეტალები და თუნდაც ამ თუნდაც ეს სასტუმრო იმიტომ რომ ხო თქვა რომ თითქოს ნამყოფი ვარ ეს ამ თავი პლოტ-ტვისტი რომ რეინკარნირებული ყოფილა ეს ჯეკი და რა არის ახლა თავი სათქმელი რომ არ არის ძალადობა მარტო ცალმხრივი და მარტო დროებითი ძალადობა არის მუდმივი როგორც ძალადობდა ალბათ 1921 წელს ჯეკი ისევე ძალადობდა ფილმის იმის დროს მოქმედების დროს ეხლა უნდა აღნიშნოთ სტენლი კუბრიკის და სტივენ კინგის ურთიერთობა ამაზე ვისაუბრეთ მოკლედ პრინციპში რომ სახარბიელო დამოკიდებულება არ ხონდათ და სტივენ კინგს მარტო კუბრიკისგან ვაფშე თავისი ფილმები არ მოწონა თავის წინზე გადაღებული გარდა შოუშენკიდან გაქცევის არაზე ვილაპარაკებთ ახლა რა შეიძლება კადრებს მიღმა არის ასეთი ფილმი ნახევარსაათიანი ფილმი Behind the Scenes of The Shining რომელიც გადაღებული არის სტენლი კუბრიკის ქალიშვილის ამის სახელი რა მომეწყვება რა გვარი ხოვიც დავს თამარი ხო გვარი რა თქმა უნდა
ხო. აქ ჩანს როგორ მიდიან გადაღება ძირითადად. გადაღება ძირითადად ეს ნიკოლსონის ის უკვე როგორ იმეორებს თავის სკრიპტს, ასე ვთქვათ, თავის ტექსტებს. და ეს ნელი კუბრიკის ქალიშვილი იღებს ამ ყველაფერს. აი სცენა, როდესაც ქვემოდან გადაღებული სცენა, როდესაც ჯეკი ესე არის საყინულის კარზე მიყნებული და ესაუბრება გარეთ ვენდის რომ აი მე გთხოვ გამათავისუფლე და რაღაც. თავად კუბრიკი იღებს. ამ სცენას თავად კუბრიკი იღებს. და ამ ფილმში ნახევარსაათის ფილმში ჩანს კიდე რომ ჯეკ ნიკოლსონმა ძალიან მაგრა შეისის ხორცა ეს როლი. ხო, აი იმდენად შევიდა როლში, აი განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც კიბებზე აშინებს ესე. თან რო ადის და რო აშინებს რა, რომ მომენტს იბიტაო და ეს ვენდის პერსონაჟი. ხო, რა სუდაც. ხო, ეს შელი დიუვალი, ვინც თამაშობს ვენდის როლს. გახდა ცუდად, იმიტომ რომ ისე შეიჭრაო ჯეკიო როლშიო, რომ მართლა შემაშინაო და მე ორი კვირა საავადმყოფოში შეწვა ეს გალი. ხო. კიდევ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ცნობილი მომენტი, ის კარის დანგრევის მომენტი, აი კუბრიკი იმდენად როგორ ვთქვა, აი პედანტი იყო რა, ბუნებით რომ აი სანამ აი ზუსტად იმას არ დასვავდა რაც უნდა და შეეძლო 2 წელი ერთი სცენა გადაიღო. და 245 კარი დალეწეს მე მგონი. 245 კარი გამოცვალეს იმისთვის რომ ზუსტად ისე ჩაენგრია და დაეჩეხა კარი ჯეკ ტორენს, ჯეკ ნიკოლსონს, როგორც უნდა და კუბრიკს. 240 და რამდენი? 5. 245-მდე კარი გამოცვალეს და შესაბამისად რამდენი გადაღება იქნებოდა ამ სცენის, ეს უკვე თავად თან ის გამოგჩა ჩვენ კაცო. ბურთის შეგორების მომენტი. ხო, ესეც ერთ პატარა დეტალი არის. გდენი რომ თამაშობს იქ იატაკზე რაღაც მანქანებით და მანქანების შორის ზუსტად იმ ზოლზე ხალიჩის ამოქარგულ ზოლზე რო გამოგორდება ბურთი და ეს სცენა კიდე ერთი 100-მდე სცენა გადაიღეს. სანამ ზუსტად არ შემოგორდა ის ბურთი როგორც უნდა და აი ეს სოუნების garaში მაგამდე არ შეიძლება. ხო, ზუსტად იმ ზოლზე უნდა გაგორებულიყო ის. მოკლედ ასეთი პედანტი კუბრიკი და მოკლედ რა ვიცი, Shining-ი მე რა ვიცი დღეისთვის რამდენი გამოვიდა ის. აი ბლუმად კი გამოგვივიდა პრინციპში 1 საათი, ხო, რაღაც აიგრე. ხო, მოკლედ რა ვიცი, Shining-ი გავახჩეთ. ეს იყო დაულეწეთ Shining-ი ჩვენს. შეგიძლიათ დაგვიწეროთ კომენტარებში შემდეგი ფილმი რომელი გსურთ, ჩვენ შესაბამისად ავარჩევთ. ოღონდ ადაწევოთ რაღაც გასართული ევროტრუს ახლა ქართული ფილმები მაინც ახლა ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ მოვერიდოთ, იმიტომ რომ ქართულ ფილმებზე რო გადავერთოთ, მე საერთოდ ავირევით და მე შემოვაყაროთ ხოლმე რა. ჰოლივუდის ცნობილ ფილმებზე, რაც ნანახი გაქვთ. ხო, პრინციპში რა ვიცი, სულ ეს იყო დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ, რა ვიცი, ჩვენი ის პოდკასტი დღევანდელი პირველი იყო მაინც და შევეჩვევთ და ეხლა ჩვენს და თქვენს და რა ვიცი, კომენტარებში იდეები მოგვაწოდეთ, რავი ხა ლაიქები და გამოწერები და გაზიარებების გარეშე ხა ჩვენი არხი რო ვერ იქნება არხი. თავარია ჩვენ ამას ვაკეთებთ თქვენთვის, იმიტომ რომ მართლა ჩვენ გვიხარია ამის კეთება. ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს გავუზიაროთ ჩვენი ახალი წამოწყება, ჩვენს მეგობრებს და არა რა ქვია იმას პროფესიონალებს და აბა იმას დავანახოთ რომ ჩვენ ესეთები. არა, просто მეგობრებს რომ გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა, ჩვენი ინტერესები და ჩვენ თავი მიზანიც ესაა. გავუზიაროთ კი არა, საერთოდ მონაწილეობა მივიღებთ. დროზე თქვით რა ფილმზე უნდა მოგიწვიოთ თქვენ. ხო, გელოდებით რა. ხო, დროზე. ხო და რა ვიცი, ის რა ფილმზე გინდათ სტუმრობა. თქვენი იმედი გვაქვს მოკლედ, რომ ჩვენი არხი რაღაცა ამოიქოქება უფრო და უფრო და უფრო დრო გვიჩვენებს. ხო, საკუთარ შემთხვევაში დიდი მადლობა და მადლობა ყურადღების მართლა. ვინც უყურა ამ ვიდეოს, კიდევ ერთხელ ორმაგად დიდი მადლობა და შევხვდებით შემდეგ კვირას შემდეგი ფილმით. ამ ფილმს ანავარჩევთ ჩვენ, ანავარჩევთ თქვენს მიერ შემოთავაზებული ფილმებიდან. შემდეგ პოდკასტში უკვე შეიძლება სტუმარიც გვყავდეს. მოდით წავიდეთ ამ სტუმარს. ნახოთ ფილმს გააჩნია, სტუმარს გააჩნია და შემდეგ კვირამდე მოკლედ. შეხვედრამდე.